ალბერ კამიუს წერილი რენე შარლს. ერთგვარი სიცარიელე დამეუფლა, დეპრესიაში ვარ და თან თავისებური მარტოობა. ვერასოდეს შევეგუე იმის დანახვას, რომ ცხოვრება კარგავს აზრს და სისხლისაგან იცლება. ამბობენ ხოლმე ტკივილი სიცოცხლისაო, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. უნდა ვთქვათ, ამ ქვეყნად არ ყოფნის ტკივილი. ეს უსასრულო ბრძოლა, ეს დამქაცველი წონასწორობა გვაერთიანებს დღეს ზოგიერთებს. ალბათ, ყველაზე ცუდი იქნებოდა, ზიზღით ახსავსე მოუკვდე მარტოობაში. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს და ვიცი, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. გვინდა გავქრეთ, გვინდა არ ვიარსებოთ. ვისურვებდი, რომ ჩემთან ყოველთვის გრძნობდეთ თავისუფლებას, დობით ახსავსე თავისუფლებას. რაც ასაკი მემატება, მით უფრო ვთვლი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებთან უნდა იცხოვრო, ვინც გათავისუფლებს, ვისაც უყვარხარ ერთგვარი სიმსუბუქით, ვიდრე ძლიერი განცდით. დღევანდელი ყოფა იმდენად მკაცრი მწარე და სისხლისაგან დაცლილია, რომ ვეღარ ავიტანთ მონურ განცდას, ვისი სიყვარულიც არ უნდა იყოს ეს. მე ძალიან ბევრი გავიღე განვლილი ცხოვრებისთვის, ისტორიის სისულელეებისთვის და პირისპირებებისთვის, შესაძლოა ვიღაცეებისთვისაც. რა კარგი და ღრმა რამაა თანდათანობით მოწყდე ყოველივეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც არაფერს იმსახურებს და ნელ-ნელა წლებისა და საზღვრებს მიღმა შეიცნო და ჩაუღრმავდე შენს გონებას. უცებ ერთი ხელის დაკვრით, ხომ არავინ ხდება პიროვნება.